მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. დღეს გავაკეთებთ ექსპრეს გაშლას და ჩვენი ექსპრეს გაშლის თემა იქნება პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. გვექნება სამი ვარიანტი. მოკლე პასუხებით შევხედავთ. უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი სამიდან და ნახოთ რა პასუხები მოვა. აქვე შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ ნომერზე 511 1318 WhatsApp-ში ან Viber-ში. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. მაშასე განაწყოთ ახლა გაშლისთვის ჩემო კარგებო, სამი ვარიანტი გვაქვს, ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს. და ვნახოთ, ეს არის პაუზა თქვენს ურთიერთობაში თუ დასასრული. მაშასე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. მე მგონი სამივე კარგად ჩანს. და მოდი დავამატოთ მინერალები, ალბათ ესე უფრო ადვილი იქნება თქვენთვის ასარჩევად, ხომ? პირველი გავაკეთოთ იყოს ფირუზი, მეორე იყოს ვარდისფერი კვარცი და მესამე მოდით იყოს სპირიტი. აი ეს სამი ვარიანტი, აირჩიეთ ერთ-ერთი და ვნახოთ რა პასუხი მოდის. პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. გავწიოთ ახლა ჩვენ ეს ვარიანტები დროებით გადავდოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული თქვენთან. როგორც ჩანს და როგორც გვეუბნება პირველივე არკანი, პირველივე სიგნიფიკატორი, ეს პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, აუცილებლად გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს. ესეთი საკმაოდ აქტიური პიროვნება და აპირებს კიდევაც ნაბიჯების გადადგმას. უბრალოდ ერთი რაღაცა გავითვალისწინოთ. მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა შეცვალოს, აი ამ თქვენ ჩიხურ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ, ბუნებრივია ჩიხურია, იმიტომ რომ მაგერ ვერ გაგერკვევიათ, პაუზა არის თუ ურთიერთობის დასასრული. როგორც კი ეს ადამიანი ფრთებს გაშლის და მოინდომებს, რომ რაღაცა ქმედითი ნაბიჯები გადადგას თქვენი ურთიერთობის განახლებისთვის, ნორმალიზაციისთვის და ასე შემდეგ, იცოდეთ, რომ მის გარშემო, გარემოცვაზე არის, აქ კონკრეტულ პიროვნებაზე არ გვაქვს საუბარი, გარემოცვაზე არის, ეს შეიძლება იყოს სამეგობრო წრე, ასევე შეიძლება იყოს ოჯახი, ხო? ანუ რამდენიმე ადამიანი, არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი, აი ეს რაღაცა გარემოცვა საკმაოდ ესეთ მძიმე პირობებს უქმნის, ხო? ან შეიძლება რაღაცებს ეკირკიტებიან, ეუბნებიან, მოკლედ ეწინააღმდეგებიან მის გადაწყვეტილებას, მის მოქმედებას, რომ რაღაცა გამოასწოროს, ხო? აი თითქოს თქვენ ორს შორის ბევრი ადამიანი დგას და არ აძლევს საშუალებას, რომ იმოქმედოს. მაშასე გვიპასუხოს პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. არა, აქ ნამდვილად არ არის დასასრული, ეს უბრალოდ პაუზა არის. აქ ეძებეთ სიახლეები, რაღაცებსაც გაიგებთ კიდევაც, რაღაც ინფორმაციები მოვა, რაღაცებს აღმოაჩენთ კიდევაც, შეიძლება ეს თუნდაც ფარული მტრები, რომლებიც შესაძლოა არ იცით, თუ იცით, ხომ კარგი, თუ არ იცით, ეს ფარული მტრები გამოჩნდებიან, აი ეს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თქვენ ორ შორის არის და აქ დასასრული ნამდვილად არ არის, აქ ნამდვილად არის უბრალოდ დაპაუზებული ურთიერთობა. აი ესე პირველი ვარიანტი იყო ასეთი. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია და ვარდისფერი კვარცი. მაშასე მეორე ვარიანტი, პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. ცუც არაფერს არ გვეტყვის იმედია. იმედია აქ არის პიროვნება, რომელიც მართავს ყველაფერს თავად და არა მართავენ. გამოცლილი ენერგიებისგან რა სისულელებს აკეთებ ადამიანო, რამდენ სისულელებში ხარ მიუხედავად იმისა, რომ ემოციებიც გაქვს.
რა გაფერხებს, ესე ძალიან, ესეც გითხარი. ძალიან ფაციფუცში არის, მაგრამ იცით როგორ არის, აი ორი თავი აბია ფაქტიურად რა. ორი თავი აბია, ერთი თავი ერთ ეუნება, მეორე თავი მეორეს ეუნება, საოცარ გაურკვევლობაში არის ეს ადამიანი, ემოციებისგან ძალიან დაცლილი არის, გამოფიტული არის. ანუ იცით როგორ არის, აი რაღაცა მუზღვავება აქვს, ტალღასავით ხო, აი ეს მეცხე ტალღა რომ მოდის ხოლმე, რაღაცა ძლიერი ტალღა მოარტყავს, მერე გამოიცლება ენერგიისგან, მერე ისევ გამოჩება, შეიძლება ეს თქვენი ურთიერთობის ციკლურობაზე მეტყოლებდეს, ასევე შეიძლება მეტყოლებდეს იმაზე, რომ ნუ აი იცით როგორ არის, ხან კარგად არის, რაღაცა პერიოდი კარგად არის, მშვენივრად არის ყველაფერი, მერე უცებ აურევს, დაურევს, ვარდება რაღაც გაურკვევლობაში, თითქოს საკუთარ თავშიც ვერ არის გამორკვეული, მერე ისევ აი ესე დიდი ტალღასავით წამოვა, ისევ თითქოს თქვენსკენ არის. მოკლედ იცით როგორ არის, აი აქეთ-იქით აიწონა-დაიწონასავით არის ეს ადამიანი, ხო? და იმედია რომ, ანუ მას უჭირს მართლა, იმედია ხა ნახეთ ორნაირად განმარტავდი მე ახლა აქ სიგნიფიკაციას. არის ის რომ ერთი აი ეს და ეს ცუდი ვარიანტია შედარებით, ხო? რომ ერთი რომ აი ეს ქაოსი, რომელიც მის თავში არის მოწყობილი, ეს ორი თავი რო აქვს და აიწონა-დაიწონას რო თამაშობს, განპირობებული არის ხვისი, როგორ თქვა, ზემოქმედებით, ხვის ძალდატანებით, ან იმით, რომ მას საკუთარ თავზე დაკარგა კონტროლი. აქ ყველა შემთხვევაში მას საკუთარ თავზე კონტროლი აქვს დაკარგული, იმიტომ რომ ის თავის თავს აკონტროლებდეს, ესე აიწონა-დაიწონა არ იქნებოდა. და მეორე უკეთესი ვარიანტი არის ის, რომ მას ეხა სურს იმ ენერგიებში, ეს შედარებით უკეთესი ვარიანტი გამოგვდის, რომ მას ეხლა სურს და უნდა რომ აი ეს ქაოსი, რომელიც მასთან არის, დაალაგოს რაღაცა მწყობრში მოიყვანოს, რაღაცა სახე მისცეს. მაშასე, პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. განსაკუთრებით თუ ოჯახის წევრებზე არის აქ საუბარი, თუ ოჯახის წევრი მეუღლე ჩაიფიქრეთ მაგალითად, ხო? განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, აქაც, როგორც პირველ ვარიანტში, აქაც არის პაუზა. კი, პრობლემები არის, კი, ადამიანი კონტროლი აქვს საკუთარ თავზე დაკარგული. კონტროლი აქვს საკუთარ თავზე დაკარგული, თუმცა აქ წერტილს მაინც არ გვიჩვენებს დასასრული, მაინც აქ არ ჩანს. აი ეს მშვენიერი ძალიანაც კარგი. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადი და დალაგებადია, როგორი პრობლემაც არ უნდა იყოს. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. ნახოთ მესამე ვარიანტებო, ვინც აირჩიეთ პირიტის, ხოთაშორის პირიტის დიდი გულია ეს. ისე ნუყურებს თქვენ ამ პირიტს. და ვნახოთ რა მხელა გრძნობები აქვს ამ ადამიანს, ნახოთ ერთი რა გრძნობებზე არის საუბარი, იმიტომ რომ გრძნობები მე პირადი გაშლის დროსაც ვამბობ ხოლმე, ხო, გრძნობები არ ნიშნავს მხოლოდ სიყვარულს. ნახოთ. პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. ისევ და ისევ. ნუ თავის გრძნობები ტვირთად ექცა მას. და თავის გრძნობები ტვირთად ექცა, შეყვარებულია ეს ადამიანი, რაღაცა ძალიან დიდ ტვირთს ატარებს, ეს შეყვარებულობა თქვენთან დაკავშირებით არის? გავიგე რომ იჩხუბეთ, გავიგე რომ დახოცეთ ერთმანეთი. ეს ამხელა შიშებია, რა ხდება, რა ბრძოლებია, ჩხუბი, კამათი, აურზაური, გაურკვევლობა, ერთმანეთის მიმართ შეიძლება შეურაცხყოფა, არ ვიცი, ყველაფერი ერთად არის. მაშინ რა გამძიმებს? მისი უმოქმედობა ამძიმებს. კი, მისი იძახის რომ უმოქმედობა მომძიმებს, იძახის რომ გამომწყდეული ვარო. უიმედობა აქვს რაღაცნაირი, ვერ ხედავს გამოსავალს. არადა გრძნობები აქვს აქ, ხო? დიდი გრძნობები ჩანს აქ, დიდი ემოციები ჩანს თქვენთან მიმართებაში. იმის მაგივრად რომ იმოძრაოს, ეს ღრმად გაუშვა ფესვები. და არ მოძრაობს.
გაასხესავით ერთ ადგილას და რაბინმე უნდა აუხსნას, რომ ის ხი არ არის. აქ ვიღაცა ყავთ, ხო? მესამე პირი ყავთ. რომელმაც აი ზუსტად ამ მდგომარეობაში ჩააგდო, მესამე პირი არის აქ. იქნება აქ სიახლეებსაც ელოდეთ, რაღაც ამბების გაგებასაც ელოდეთ, სხვათა შორის თქვენთვის სასიხარულოს. არ ვიცი, შეება რაღაცა ფინანსური დახმარება იყოს, ან შეება საერთო შვილები გყავთ და თქვათ, შვილებისთვის გამოაგზავნოს რაღაცა, შეიძლება ესეც იყოს მატერიალური დახმარების სახით, მაგრამ აი ისე რომ დაალაგდეს, ან ჭამთ ერთმანეთს, ჯობია შორს იყოს. შორს რო არის ნერვიულობის განიცდის იძახეს, რომ ეს გრძნობა თითქოს იცით როგორ არის ახალი ცხოვრების დაწყებას ფიქრობს, მაგრამ ძალიან უმძიმს ახალი ცხოვრების დაწყება, იმიტომ რომ ემოციურად გრძნობებით თქვენთან არის ეს ადამიანი, მაგრამ თან ჭამთ ერთმანეთს. პაუზა თუ ურთიერთობის დასასრული. ფრთხილად იყავით, რომ არ ამოწუროთ ერთმანეთი ემოციურად. აქ თქვენ შორის რაღაცა ხდება რაღაცა ისეთი, რასაც თქვენ ბოლომდე ვერ იაზრებთ, ან არ იჯერებთ, ხო? არ ღებულობთ, ხო? მემღებლობა უნდა იყოს, რა პრობლემა არის თუ რაც არის, რომ მე ეს დაალაგოთ. ან არ იჯერებთ, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად იყავით, ხო? ისეთი სიტუაციაა, რომ ბოლოსკენ მეგორავთ. რო არ მოხდეს, იმიტომ რომ ემოციური გამოფიტვა ხდება, როგორც თქვენი მხრიდან, ისე პარტნიორის მხრიდან, ორივეს მხრიდან ემოციურად იფიტებით. ანუ არა და გრძნობები ძალიან დიდი არის აქ. აი, აქ მართლა ნამდვილად სიფრთხილე არის გამოსაჩენი. აქ უნდა იჩქაროთ, მოკლედ, რომ ერთმანეთი არ დაცალოთ ემოციებისგან, არ გამოცალოთ გრძნობებისგან და ენერგიისგან, იმიტომ რომ ეს თქვენთვის როგორც ყველისთვის ნამდვილად დამღუპველი იქნება. თლად დასასრული არ არის, მაგრამ აქეთკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გრძნობა არის აქ. აი ესე ჩემოძვირფასებო, ესეთი გაშლა გამოგვივიდა, იმედია მოგეწონათ, ველოდები თქვენს გამოხმაურებას, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი მსმენელები, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს, ვაი, დავანგრიე მე მგონი ყველაფერი, მაპატიეთ და თითოეულ გამომწერს, თითოეული კომენტარისთვის, აქტიურობისთვის, ყველას ვისაც გამოწერილი აქვს უღრმესი მადლობა, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და არ გაქვთ მოწონებული ჩემი გვერდი, იმედია მოიწონებთ. მეუღლე ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.